აბა გოგოებო, წერ, კავები ახალი წლისთვის. გოგოებო, წელს ძალიან ლამაზად უნდა გამოიყურებოდე. ქალთევზა სტილის კაბას შევუკვეთავ. ქალთევზის კაბას? ჯული, ეგ გადავიდა მოდიდან. იცით რა, 2020 წელი მოდის. მისმინე ჯული უკეთესი შემოთავაზება მაქვს. ეს კაბა არ უნდა იყოს ძალიან გრძელი, დაახლოებით შენს მუხლებამდე. და უნდა კონდეს ბრჭყვიალები და რამდენიმე ბუმბული ბოლოში. ხო, ძალიან კარგი იდეაა. მე მინდა ბრჭყვიალა კაბა, მინდა რომ ძალიან ლამაზად და შესანიშნავად გამოიყურებოდე. მე ვიცი, მე შევუკვეთავ ვარდისფერ ქვედა ბოლოს ბრჭყვიალებით, ვარდისფერ ზედას ბრჭყვიალებით და ვარდისფერ მოსაცმელს, მაგასაც ბრჭყვიალებით და ბუმბულებით. ვა, რა მაგარია. აი, გოგოებო, ვიპოვე ჩემი კაბა. მოდი დავამატოთ კალათაში. აი ჩემიც ყველაზე მაღლა. ვსო, გამოვიწერე. გოგოებო, ხომ იცით რომ ამ ახალი წლის პარტიზე იმათ უნდა ვუჩვენოთ, ჩვენ ყველაზე მაგრები უნდა ვიყოთ. ხო, ყველაზე, საერთოდ ყველაზე მაგრები. აი ეგრე. ასევე ძალიან მინდა რომ დანიასთან შევხვდე. ნასტია, დავიღალე ამ შენ და შენი დანიათი, ვინ არის საერთოდ? ხო, და რატომ მოგწონს? იმიტომ რომ ის სიმპათიურია და ძალიან ფრთხილი. ნასტია, კარგი რა. ფრთხილი. ბავშვებო, ჯიჯის ამ პარტიზე ვეპატიჟებით? არა მგონია, მე არ მინდა. ხო, და არც ვარ დარწმუნებული რომ მშობლები გამოუშვებენ, ის ხომ ჯერ ძალიან პატარაა. და გახსოვთ, როდესაც ვიდეოს ვიღებდით, ვიღაც ბიჭს დაარტყა სულ არაფრისთვის და საერთოდ ყველას დასდევს. ზედმეტებში გადადის. ყველა ბიჭს წაგვართმევს. ხო, არა, არ წავიყვანთ, შანსი არ არის. ხო, არავითარ შემთხვევაში, რაღაცას მოვიფიქრებთ. ვიტყვით, რომ სხვადასხვა ადგილას მივდივარ და არ აღვნიშნავთ ახალ წელს. სად არიან გოგოები? რატო არ აღებენ კარს? გოგოებო, გააღეთ კარი, თქვენი დახმარება მჭირდება, გოგოებო. ახ, ძალიან გვიანი იქნება, როცა გააღებენ კარს. გოგოებო, ვიღაცა კაკუნებს. მოდი გავიდეთ და ვნახოთ. კარგი, წავიდეთ. გოგოებო, რა პირის მანიკური წავის ახალი წლისთვის? მე ბრჭყვიალა მინდა. მინდა რომ წინავდე ახალი წლის პარტიზე. სხვათა შორის, ბრჭყვიალა მაკიაჟიც მინდა. მეც მაგარი მაკიაჟი მექნება. ოღონდ ჩემი ფრთილები ვარდისფერი იქნება. მე მწვანე მინდა და თან ნაძვის ხე რომ ეხატოს. ჯიჯი, გამარჯობა. ნასტია, ხომ გახსოვს, არაფერი არ თქვა ახალ წელზე. კარგი ჯული. გამარჯობა გოგოებო. ჯიჯი, გარეთ ბნელა, რატომ დადიხარ მარტო? ძალიან ერთი რაღაც მაქვს სათქმელი და ვერ დაიცდის. გოგოებო. მოკლედ, შეყვარებული ვარ, აი ისიც. ჯიჯი, ძალიან სიმპათიურია. ვიხარია შენ გამო. ჯიჯი, რატომ აქვს ამდენი პირსინგი და რაში გჭირდება? პირსინგები აქვს, მაგრამ მე არ მაქვს. არც მიყურებს, პირსინგი მჭირდება ახლავე. ჯიჯი, ხვალამდე დაიცადე. ხო, ხვალ შეგიძლია სალონში წახვიდე და პირსინგი გაიკეთო. ხო, რატომ მოხვედი ჩვენთან? ღამეა. არა, ხვალამდე არ დავიცდი. დღეს გამიკეთებთ პირსინგს. ჯიჯი, ჩვენ? არა, არ შეგვიძლია. არა, არ შემიძლია. მე ზიზღება ესეთი რაღაცეები. არ მაინტერესებს შეგიძლიათ თუ არა. დღეს მიკეთებთ პირსინგს, გასაგებია? მისმენთ გოგოებო, კარგი იდეაა. მოდით, ჯიჯის პირსინგი გავუკეთოთ. ხო, და მე ბიჭებს აღარ წაგვართმევს. ამ პირსინგიან კაცს შეხვდება. რა თქმა უნდა. კარგი, წავედით. გოგოებო, ესე იგი, პირსინგი მინდა აქ და აქ. რა, ჯიჯი, ზედმეტი ხომ არ არის? ჯიჯი, უნდა გაითვალისწინო, რომ ჩვენ პირსინგის მასტერები არ ვართ. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა გვენდო. გოგოებო, არ გესმით, შეყვარებული ვარ. შეყვარებულ ხალხს არაფრის არ ეშინია. ამიტომ გენდობით, მიდით, გამიკეთეთ ახლა პირსინგები. კარგი, ჯიჯი, მომეცით ნიღაბი, ხუდი და ხელთათმანები. კარგი, ხელთათმანები მომეცით. ხელი მომე. გაგიკეთე. აბა მზად ხარ. ხელსაწყოები. გოგოებო, იჩქარეთ, დრო აღარ გვაქვს. დეზინფექცია. ჯიჯი, მზად ხარ? ჯიჯი, არ შეგეშინდეს, არ გეტკინება. გოგოებო, დამეხმარეთ. დიანა, ყველაზე დიდი პირსინგი მჭირდება, უნდა შევუყვარდე. მოვჩით. ძალიან დავიღალე. მეც, ჯიჯი, დაღლილები ვარ. მიდი აიღე სარკე და ჩაიხედე. გოგოებო, ლამაზი ვარ? აბა, პირსინგები ზუსტად გამიკეთეთ, სადაც მინდოდა? ვაუ, გოგოებო, ძალიან ლამაზი ვარ, რა მაგარი პირსინგია. ჯიჯი, ძალიან გვიხარია რომ მოგწონს. აბა მიდი ახლა შეხვდი შენ შეყვარებულს. დარწმუნებული ვარ მოეწონები. ჯიჯი, იდეალური ხარ, ერთი ნახვით შეუყვარდები. ხო, მიდი ახლა შეგიძლია წახვიდე. ჯიჯი, მიდი. და არავის არ უთხრა, რომ აქ გაგიკეთეთ ჩვენ პირსინგები, თქვი რომ სალონში წახვედი. რა ლამაზი ვარ, გოგოებო, მისმინეთ, შეგიძლიათ ჭიპიც გამიხვიტოთ?
არა ჯიჯი, დღისთვის საკმარისია. ხო, სხვა დროს შეგიძლია მოხვიდე. ხელები ძალიან დაგვეღალა. კარგით გოგოებო. ძალიან დიდი მადლობა. ახლა სელფს გადავიღებ, რომ ჩემს შეყვარებულს გავუგზავნო. ჯიჯი, არავის არ უთხრა. აბა ეცადე მაინც. ეს ჩვენი საიდუმლო იქნება. გოგოებო, არი დარდოთ მე? ნასია, მიდი და ჩაკეტე კარი. ჯული, აბა რომელი მაკიაჟი არჩიე? მე ალბათ ამ ყვითელ ისრებს გავიკეთებ. სავარაუდოდ. მე ალბათ შავ ისრებს გავიკეთებ და ბრჭყვიალებიც მინდა. გოგოებო, ჯიჯი წავიდა და მეც მინდა ბრჭყვიალა მაკიაჟი, ბრჭყვიალა ისრებით. თან ვერცხლისფერი უნდა იყოს. მოიცა, ჩვენც ეგ გვინდა. ჰეი, აი მე ვიყავი პირველი, ვინც თქვა, რომ ესეთი ისრები მინდოდა. ხო, კარგი, ვნახოთ. კარგი დაბრჭილები, არ ვიცი. მე ჩემს ცხვირს, ლოყებს და ორივე ყურს გავიხვრიტავ. მე წარბს გავიხვრიტავ. მე ჭიპს გავიხვრიტავ. კостя, მხოლოდ გოგოები იხვრიტავენ ჭიპს. კარგი, მაშინ სხვა რამეს გავიხვრიტავ. მე სკანისფერი მომწონს, ლამაზია, კი, ძალიან ლამაზია. ვინ არის? წამოდით და ვნახოთ. იმედია ჯიჯი არ არის და არ გეტყვის, რომ პირსინგი გამიკეთეთო. ხო, გეთანხმები. წამოვნახოთ. გამარჯობა. გამარჯობა. ბავშვებო, აქ რას აკეთებთ? თქვენც ვიღაცა შეგიყვარდათ? დიანა, მეც მინდა პირსინგი და ჩემს ჯგუფსაც. დიახ, ჩვენც გვინდა. ჩვენ მაგარი პირსინგი გვჭირდება, რომ ბანდისგან განსხვავდებოდეთ. ბავშვებო, ჩვენ არავისთვის არ გაგვიკეთებია პირსინგი. ხო, ჩვენთან ნემსებისაც გვეშინია. არა, პირსინგს ვერ გავაკეთებთ, შანსი არ არის. ჯიჯის არ მოусმინოთ. ხო. ჯგუფო, გაუნთავისუფლებთ გზა. დიანა, რას გულისხმობ? ეს გამიკეთე 9 საათში. ჯგუფო, მომყევით, ეხლა წავალთ და პირსინგებს გავიკეთებთ. ჰეი, ბავშვებო. გოგოებო, მაგარ შარში ვართ. ჯული, მაგას ვხედავთ თქვენც. ახ, ეს ჯიჯი რა, არაფერი არ უნდა გაგვიკეთებინა მისთვის. მისმინე შენ მოლაპარაკე ყუთო, გითხარით რომ არავისთვის გეთქვა. როგორ შემეძლო? მივდიოდი, შუქი მანათებდა და ვრჭყვიალებდი. ბავშვებმა მკითხეს, სად გავიკეთე ეს პირსინგები, რომელ სალონში და რა უნდა მეთქვა მათთვის. რამე უნდა მოგეფიქრებინა ჯიჯი. გესმის საერთოდ რამდენ პრობლემებში გავიხვევით მათ მშობლებთან? არა, არ გაიხვევით, უბრალოდ გააკეთეთ. ჯიჯი, საერთოდ გესმის რამდენი ხალხია აქ? ყველას ისეთივე პირსინგები უნდა გავუკეთოთ როგორც შენ? ნასტია, არ ინერვიულო, უბრალოდ ისუნთქე. როცა გახვიტავთ, შეგიძლიათ მათგან ფული აიღოთ. ჯანდაბა ჯიჯი, რა გააკეთე? ნასტია, ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს. დიანა, უბრალოდ ისუნთქე. ჯიჯის ძალიან კარგი იდეა აქვს. ჩვენ ფულს ვიშოვით მათი პირსინგების გახვრეტით და ამ ფულით შეგვიძლია შემდეგ კაბები ვიყიდოთ. კარგი იდეა, წამოვცადოთ, ოღონდ ნახე რამდენი არიან. პირსინგი. კარგით, მოიცადეთ. რიგში ჩადექით. აბა გოგოებო, ვინ არის პირველი და 20% ჩემია. ჯიჯი, ჯერ არ გვიშოვია ფული. ჯიჯი, ცოტა შენ გრძელ ენას გაგიხვიტავთ. კარგი, ნასტია, მზად ვარ. ჯული, შემოუშვი. პირსინგი, მე არა, მე ვარ პირველი. ჯული, გამოასწორე, ნასტია, ხელსაწყოები. პირსინგი. კარგით, ბავშვებო, გაჩუმდით. თუ ხმაურს ატეხავთ, არავის არ გავუკეთებთ პირსინგს. გასაგებია? გასაგებია, ჯული. კარგი. დიანა, აი ხელსაწყოები. ვინ არის პირველი? მე. არა, მე გოგო ვარ. იანა, მოდი აქ დაჯექი, ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვიულო. იანა, მოდი არჩიე, რომელი პირსინგი გინდა. იანა, როგორც ჩემი ჯგუფის ლიდერი, ყველაზე დიდი უნდა არჩიო. აი ეს. და აი ესეც. რა კარგი არჩევანია. კარგი, მოდი დავიწყოთ. ჯული. აქ ვარ. მე აბა დეზინფექცია. გოგოებო, ხელები დაიბანეთ, რა თქმა უნდა. დიანა, ხელსაწყოებს დეზინფექცია გავუკეთე? კი. მალე იზავთ? კი. ბიჭებო, მე წარბს გავიხვრიტავ. არა, წარბი არა. კარგი, მაშინ ცხვირს. მე ტურს გავიხვრიტავ. რამეს ხალივით გავიხვრიტავ აქ. კოსტა, მაგის გაკეთება მხოლოდ გოგოებს შეუძლია. კარგი, მაშინ ყურს გავიხვრიტავ. მე გავიხვრიტავ რას? საიდუმლოა. მზადა. ვაიმე, ცხვირის ქვეშ მაქვს, რა მაგარია. შემდეგი. აბა შეხედე. მოგწონს? რა თქმა უნდა, ამაზე ვოცნებობდი. კარგი, შემდეგი. იჩქარეთ.
ბავშვებო, მე ჯგუფის ახალი ლიდერი მაქვს, ინდი დამიძახეთ. იანა, უფრო დიდი ბეჭედი არისო? ეს იყო ყველაზე დიდი. დიმა, მიდი, შემდეგი ხარ. კარგი. აბა დიმა, რა გინდა? მე ცხვირის გახვრეტა მინდა, მაგრამ არ მინდა ძალიან შესამჩნევი იყოს. კარგი აირჩიე. აი ეს. დიმა, ძალიან კარგი არჩევანია. დეზინფექცია გოგოებო. მეც მაგარი ვიქნები, როგორც ჯიჯი. კი, უფრო უკეთესიც კი. ზადა. თქვენ რას ფიქრობ? მე მომწონს. ხო, გიხდება. აბა შეხედე. ვაუ, მაგარია. ბედნიერი ხარ? კი, ვარ. კარგი, ახლა შემდეგი. აბა ვინ არის შემდეგი ბიჭო, ბოჩქარა? ვაუ. ჩემი მაინც უკეთესია. მიდი, არტემ, შემდეგი ხარ. დიმა, როგორი იყო? ძალიან მარტივი იყო, ხვალ ყურს გავიხვიდავ. არტემ, დაჯექი. აბა რისი გახვრეტა გინდა? ჩემი ტუჩი. ტუჩი, აირჩიე. აი ეს. ადვილია. ჯული, დეზინფექცია. შეგიძლიათ წარბიც გამიხვიდოთ. არტემ, თქვენ ძალიან ბევრი ხართ, ჩვენ კიდე ცოტა, მიდი რა. მე ინდი ვარ, ხოლ ყველა შეეშინდება ჩემი სკოლაში. არტემ, მიჩქარე, ყური მინდა გავიხვიდო. ხო, ძალიან წელავ, მხოლოდ ტუჩს იხვიდავ და 10 წუთია მანდ ხარ. მზად არის. რას ფიქრობ? მაგარია. შემდეგი. კოსტი აიჩქარე. მე დევიდ ბეტმენისავით მინდა ვიყო 2 საყურით. ვაიმე, ბეტმენი კი არა, დევიდ ბექჰემი. კარგი, ხო დაჯექი. იჩქარე, აირჩიე პირსინგი. რომელი პირსინგი გინდა? ეს არის ყველაზე კარგი, ესენი აირჩიე. კარგი, ესენი იყოს. ესენი? კი. ჯული, დეზინფექცია, რა თქმა უნდა. დაგვერხა, ისინი ყველა საყურეს მთლიანად გამოიყენებენ. მზად არის. კოსტი, აბა ჩაიხედე. მოგწონს? კი, მომწონს. სიმპათიური ბიჭი ხარ. არტემ, შენი ჯერია. არტემ, შენ ბოლო ხარ, მოდი იჩქარე. ბიჭებო, მივდივარ. არტემ, დაჯექი. აბა არტემ, სად გაგიკეთოთ პირსინგი? არა. მოდი რამე უფრო ადვილი. ცხვირიან ყურით შეიძლება. კარგი, ყური იყოს. აირჩიე, რამდენგან გინდა გახვრეტა? 2. მოდი 3 გავაკეთოთ. არა, 2. 3. ხო, 3. აირჩიე, აბა რომლები გინდა? ყველაზე მაგარი რომელია? ყველა. კარგი, წითლები. კარგი, მოდი გავაკეთოთ. ჯული, იჩქარე. მზად ხარ? არტემ, მორჩა. ამდენი ხანი რატომ გაგრძელდა? მაგრამ ძალიან ლამაზია, შეხედე, მოგწონს? ამდენი რისთვის გამიკეთეთ? მაგრამ ძალიან ლამაზია და მოდაშია. ხო, მორჩა, ძალიან კარგად გამოიყურები, შეგიძლია წახვიდე. კარგი, მადლობა. არტემ, მიჩქარე. მეგობრებო, წავიდეთ. და აბა ვინ გადაიხდის? ჰეი, რომელ გადასახადზე საუბრობ? არავის უთქვამს, რომ უნდა გადაგვეხადა. დიანამ პირსინგი გაგვიკეთა, რადგან მეგობარია. არა, ასე არ მუშაობს. გოგოებო, სად არის ჩემი 20%? ჯიჯი, ჩვენ მათი ფული არ გვჭირდება, გაუშვი სახლში. ხო, გაუშვი. ძალიან დაღლილები ვართ. და აბა კაბები? ჯიჯი, ჩვენი ფულით ვიყიდით იმ კაბებს. ხო, ვიყიდით, მორჩა, გაუშვი სახლში და შენც წადი მასთან ერთად. ჯიჯი, გესმის? გოგოებო, თქვენი არ მესმის. ჯიჯისთან საქმე არ უნდა დაგვეჭირა. ხო, მეორედ აღარ დავიჭერთ. და კარგია, რომ ჩვენთან ერთად არ მოდის ახალი წლის ფართიზე, ენას ვერ აჩერებს. ხო რა, მოლაპარაკე ყუთი. კარგი, მოდი დავალაგოთ. მიდი ჯული, დამეხმარე. ფრთხილად იყავი. ნასტია, შენს კამი აიღე. არა, ძალიან მძიმეა, ჯული, ჯობია შენ აიღო. მოდი. ნასტია, რა სუსტი ხარ? არა, მართლა მძიმე ყოფილა. არა, ამათმა კიდე ვინმე სუთხრეს? გოგოებო, ჩუმად იყავით, თვითონ სახლში არ ვართ. არა, გოგოებო, ასე ვერ იქნება. გავაღებ კარს და უბრალოდ ვეტყვი, რომ პირსინგებს აღარ ვაკეთებთ. ხო, მართალია, ჯული. რა, ბავშვებო, მე პირსინგს აღარ გაგიკეთებთ. აქ პირსინგისთვის არ ვართ. შეიძლება თქვენთან დავრჩე. მშობლებმა სახლიდან გამოგვაგდეს. დიანა, ჯული, რა ხდება? უბრალოდ თქვი, რომ მე პირსინგს აღარ გავაკეთებთ და დახურე კარი. ჯული, ესენი რატომ არიან აქ? დიანა, ისინი მშობლებმა გამოაგდეს. აჰა. რა, მაგრამ აქ რა გინდათ? ეს ჩემი სახლია, თქვენ გინდოდათ ეს პირსინგი? დიანა, შენ გააკეთე, ამიტომ ვშევით შენ სახლში. მაგარია. არა, გოგოებო, ეს უკვე მეტია. დედამის დავურეკავ და ყველაფერს ვეტყვი, რომ გაანათლოს თავისი შვილი. დიანა, დამშვიდი, ყველაფერი კარგადაა. დამამშვიდებელ ჩაის გაგიკეთებ. მადლობა. დიანა, ბიჭებს აღარ დაველაპარაკებით.
არც კოსტიას, არც არტემს საერთოდ არავის, ისინი ხომ დიმასთან ერთად არიან. ხო, ჩვენ მხოლოდ შენთან ვიქნებით. გოგოებო, დედამის ვურეკავ და ყველაფერს ვეუბნები. გამარჯობა. დიანა, იქნებ დედამის არ დაურეკო, ჯანდაბა. თქვენ შულს დაელაპარაკეთ დიმას, ძალიან გთხოვთ, რა გააკეთა? ძალიან დიდი შეურაცხყოფა მომაყენა. ახლავე გეტყვით საერთოდ ყველაფერს. კინოში წავედით, გოგოები და დიმა. ჯული, დიანას მხარი უნდა დავუჭიროთ, წამო. ხო, რა თქმა უნდა. მოკლედ გოგოებთან ერთად ვიყავი კინოში და წინა რიგში ვისხედით. ამის შემდეგ დიმამ გითხრა, რომ საპირფარეშოში წავიდოდა და იცით რა მოხდა? ის გაუჩინარდა და შემდეგ ბოლო რიგში დავინახეთ. ხო, ევასთან ერთად იყო. მართალია. და მან გითხრა, რომ საპირფარეშოში წავიდოდა, მაგრამ ევასთან წავიდა. და კიდე უარესი რაც არის, დიმამ უყიდა პოპკორნი დიანას, მაგრამ შემდეგ ის ევას მისცა. მორჩა, ეს არ არის კაცური საქციელი და უნდა დასაჯოთ. მართალია. ხო, და ასევე არტემი და კოსტეც უნდა დასაჯოთ, იმიტომ რომ ისინიც ევას ჯგუფთან წავიდნენ ბოლო რიგში. ხო, და კიდევ, ევას მისცეს ყველაფერი, რაც თავიდან ჩვენ გვიყიდეს. დიახ, ასე იყო. გაიგეთ? აბა რა სიტყვით, რომ თქვენი შვილი უდანაშაულოა? რა? რა? კარგი, კარგად. აბა რა თქვა? რა უნდა ეთქვა? არც არაფერი. რა თქმა უნდა, თავის შვილის მხარეს იჭერს. ხო, რა თქმა უნდა. კარგით გოგოებო, ახლა ჩვენ გამოვიბრანჭებით, ფოტოებს გადავიღებთ და ინსტაგრამზე დავაპოსტავთ და დავაწერთ, რომ დღეიდან თავისუფლები ვართ. ხო, მართალი ხარ, თავისუფლები ვართ. წავედით. კარგით გოგოებო, მოდით ფოტოები გადავიღოთ და დავპოსტოთ და რაღაც მაგარი დავაწეროთ. მე დავწერ, ნახვამდის კოსტა, აღარ მიყვარხარ. ძალიან კარგი და მე დავწერ, შენთვის ზედმეტად ლამაზი ვარ არტემ. მართალია გოგოებო და მე დავწერ ნახვამდის დიმა, მაპატიე დიმა, გამიგე და გამიშვი და ჰაშტაგი ლედი დიანა იწყებს ახალ ცხოვრებას. მოდით მაკიაჟი გავიკეთოთ. მე ვიქნები ყველაზე ლამაზი. იცით რა გოგოებო, ეს ყველაფერი უკეთესიც კია. ჩვენ უკეთეს შეყვარებულებს გავიჩენთ და ესენი კიდევ იტირებენ. გოგოებო, რაღაცაზე ვფიქრობ. ესე იგი, კოსტიამ თმა შეიჭრა, ახალი ტანსაცმელი იყიდა და მარიუსა უყვარს. მაგრამ იცით რა, არა უშავს. გოგოებო, დიმა არ არის უკეთესი. დაინახეთ ევას წინ როგორ დადიოდა? აი ასე. დამაკვირდით? ოი, თავს იკატუნებ და თითქოს ძალიან მაგარია, მაგრამ ჩვენ ხომ ასე ყველაფერი ვიცით. გოგოებო, არჭიომიც არ არის უკეთესი. დაინახეთ რა გაუკეთა თავის თავს. თმა შეიღება. რა თქმა უნდა, ხომ უნდა რომ ლეილას მოეწონოს. გოგოებო, მზად ვარ, მოდით ფოტოები გადავიღოთ. მეც. ტურს საცხი მჭირდება და მზად ვიქნები. ნასტია, აი გამომართვი. მადლობა ჯული, დიდი სარკე მინდა. მე გადავიღებ ფოტოებს. დიანა, შეიძლება შენ ტურს საცხი გამოვიყენო? კი, რა თქმა უნდა. კარგი, აი აქ დადექი, ყვავილებთან ახლოს. დიანა, პირველი ფოტო, ჰაშტაგი ჯულის ყვავილები მისცეს. ჯული, სახე გამოაჩინე, ღიმილი, თითქოს შეყვარებულმა მოგიტანა ეს ყვავილები. ვსო, გადავიღე. დიანა, ამჯერად ჰაშტაგი შეყვარებულმა ჯულის საჩუქრები მოუტანა. ჯული, სხვა პოზა მიიღე, უფრო ბედნიერი, უფრო გახარებული, იპოზიორე, მიდი, ფიგურა, სახე. დიანა, ესე კარგია? კი. დიანა, ისეთი ფოტო გადავიღე, თითქოს მოდელი ვარ. აი, არტიომს გააგებინე, რაც დაკარგა მისი ვარსკვლავი. კარგი, ნასტია, მიდი. ჰაშტაგ მოდელი, ჰაშტაგ სუპერვარსკვლავი. მიდი, შენ ფოტოებს გადავიღებ. და კიდევ, ჰაშტაგი, რომ ყველაზე კარგი დაკარგე. მზადაა გოგოებო, ახლა თქვენ გადამიღეთ ფოტოები. მოდი დიანა, მე გადაგიღებ. აბა, მითხარ, როგორი ფოტო გინდა? აი აქ რო დავდგები. აი აქეთ, გამომხედე. კარგი 1, 2. მოიცადე ჯული, რამე ჰაშტაგი უნდა მოვიფიქრო. დიმამ უნდა დაიჯეროს და ასევე ფანებმაც. დიანა, როგორი ჰაშტაგი მოიფიქრე? ჩვენ ხომ უკვე ყველა გამოვიყენეთ. ჩემი ჰაშტაგი იქნება მარტივი, თუმცა აზრიანი. ლედი დიანა მარტოა. მზადაა გოგოებო, მოდი დავპოსტოთ. მოდი. ოღონდ ჰაშტაგები არ დაგავიწყდეს. კარგი, დავპოსტე. შეხედეთ გოგოებო, უკვე გვილაიქებენ. ვაიმე, ჯული ვარსკვლავი ხარ? ძალიან მიყვარხარ? დაქორწინდი ჩემზე, ჯული, სუპერ ვარსკვლავი ხარ. მეც მაქვს კომენტარი. ლედი დიანა, ძალიან ლამაზი ხარ. ვაიმე, ძალიან ბედნიერი ვარ გოგოებო. ჩემზე არაფერი არ წერია. მოიცადე, შენსაც ახლა ვპოსტავთ. აბა, რომელი ჰაშტაგი? მოდელი. ვარსკვლავი, ხედავ. მზად არის დავპოსტე. გოგოებო, შეხედეთ. მიყვარხარ? ნასტია, მიყვარხარ? ღმერთო ჩემო. აიმე.
ნასტია, ვარსკვლავი ხარ. გოგოებო, პეიტონმა მომწერა. კარგი რა, ტყუილია. ლამაზია. ნეტა ვინ არის? მე მგონი ბიჭები მოვიდნენ. არ ვაპატიებთ. არავითარ შემთხვევაში. არა. ვაიმე, გოგოებო, წამო, მივიდეთ და გავაგდოთ. წამო. გამარჯობა ბიჭებო, მოხვედით? კარგად. ეს რა არის? ეს ნიშნავს, რომ თავისუფლები ვართ. რა? მარტო? ბიჭებო, სხვათა შორის, ჩვენ თქვენი შეყვარებულები აღარ ვართ. ხო, ჩვენი პოსტები ნახეთ და ეგრევე ჩვენთან გამოიქეცით? ვერ ხედავ? ყვავილები, სათამაშოები. გოგოებო, აქ საჩხურად არ ვართ, მშვიდობა გვინდა. დიანა, ყვავილები წყალში ჩადე, თორემ დაჭკნება და ეს სათამაშო შენთვისაა. კარგი, მადლობა. ჯული, როგორც ხედავ, ახალი თაყვანისმცემლები გყავს, ისინი ყვავილებს ჩუქნიან. ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს არის ის ყვავილები. კოსტი, არასწორად გაიგე. ნასტია, აიღე სათამაშო. მადლობა, არტემ. ნასტია, ვხედავ, რომ ჩვენ ახლახანს ვიჩხუბეთ და შენ წერ, რომ მოდელი და ვარსკვლავი ხარ. დიანა, შენ რა მარტო ხარ? ჩვენ აღარ ვართ ერთად. დიმა, შენი აზრით სწორი იყო, რომ შენ სულ უკან რიგში წახვედი და ევასთან დაჯექი და მასთან ერთად იციონდი და ჩემს ბატიბულს ჭამდი. დიანა, არასწორად გაიგე, ასე არ უნდა თქვა, რომ მარტო ხარ. ევამ პოპკორნი მთხოვა და მე მივეცი, სულ ესაა. ოხ, დიმა, რა კეთილი ხარ. ევას პოპკორნი გაუზიარე, მე კიდე ყვავილები მიყიდე. არა, მადლობა ძალიან დიდი ამისთვის, მაგრამ ახლა შეგიძლია წახვიდე და ევას შეხვდე. ევა პოპკორნს მთხოვდა, მეტი არაფერი, კოსტა უთხარი. ხო, მარუსამ ჩემი პოპკორნი შეჭამა და დიმასიც. კოსტია, შენ მარუსას მიეცი ბატიბუტი? ნასტია, ლაილამ დალია მთლიანი კოლა, მართლა შენთვის ორი ვიყიდე. არტიომ, მე უკვე გაპატიე. ხო, იცი რა, მეც გაპატიე, კოსტია. მართლა? მაგარია. გოგოებო, ეს მომესმა? არ შეიძლება უკვე აპატიეთ? ვერ დავნებდებით, ასე ძალიან ვცდილობდით ფოტოების გადაღებას. არტიომ, ეს ძალიან საყვარელი კურდღელია. ხო, კოსტია, შენი სათამაშოები ძალიან მაგარია. გოგოებო, რაღაც სათამაშოების გამო აპატიეთ? დიანა, მათ უკვე აპატიეს ბიჭებს, ამ სირაქლემისთვის არ მაპატიებ? დიმა, მე რაღაც სათამაშოებით ვერ მომისყიდი. იმ ვიღაც ევასთან ერთად ნაკლები უნდა გეცინა. გოგოებო, ვიღაც მოვიდა. ეს სირაქლე მარისთვის ვიყიდე, ჯობდა კურდღელი მეყიდა. რა იყო, არ გველოდებოდით? სად არიან ის მოღალატეები? დაიმალნენ? სად არიან? უთხრეთ რომ გამოვიდნენ. დიანა, რა ჯანდაბაა. დიანა, მართალი იყავი. ხო, აბა სად არიან მოღალატეები? მოდით და მოძებნეთ. მომეცი ეგ ჟელიბონი. აიღე, გამომყევით. დიმა, არასწორი საჩუქარი უყიდე დიანას, ვინ ჩუქნის სირაქლემას? კურდღელი უნდა მიგეცა, ან დათვი. სირაქლემა ყველაზე იაფი იყო, ოღონდ ჩუმად. რა იყო დიმა, აქ იმალები? კოსტია, არ მესმის, რას აკეთებ მანდ? არტემ, რას ნიშნავს ჩემი ეს? მეგობრების შეურაცხყოფა გადაწყვიტე? დააგვერხა, აქ როგორ გვიპოვეს? რა იყო ბიჭებო, სიტყვები აღარ გააქვთ? მოიცადე? ლაილა, ჟელიბონი კიდევ გაქვს? არტემ, ახლა ჟელიბონის დრო არ არის. აიღე. კოსტია, ეს კურდღელი რას აკეთებს აქ? ეს ხომ ჩემთვის მოიგე? მარუსა, არასწორად გაიგე, აქ მოვედი, რომ ჯულის უთხრა, ყველაფერი დასრულდა, მაგრამ მან კურდღელი წაიღო. ბიჭებო, ევა ყვავილების სანახავად მიდის, მომკლავს. დიმა, მარტო შენ არა. შეხედე ლეილა, შენი საჩუქარიც აქ არის. რა? ვინ გატეხა? ნასტია, რატომ გაუტეხე ლეილას საჩუქარი? დიანა, მე ხომ არ ვიცოდი რომ ეს ლეილასი იყო. თავისით გატყდა. ლაილა, ნასტიამ გატეხა, უთხარი რომ შენი იყო, მაგრამ აი ასე გატეხა. გაჩუმდით? ამას რას ვხედავ? დიანა, ესენი დიმამ გაჩუქა? კი, დიმამ მომიტანა. რატომ? და ეს ის სათამაშო არ არის, მე რაც ვიყიდე ჩემი ფულით? აიღე, ამის უკან არის. გოგოებო, მათ პოპკორნიც ერთად ჭამის და ახლა საჩუქრებს უცვლიან ერთმანეთს. ხო, ვერ ხედავ ჯული, ისინი შეყვარებულები არიან. გაოგნებული ვარ. ლაილა, რა იყო არტემ? გააქვს კიდევ ჟელიბონი. არტემ, გაგიჟდი? აქ იმისთვის მოგიყვანეთ, რომ ამათ გაუმკლავდე. შენ კიდე მხოლოდ ეს ჟელიბონი გადარდებს. გოგოებო, სწორად გავიგეთ? კი. და სწორი დასკვნა გამოვიტანეთ? კი. ბიჭებო, წაიყვანეთ თქვენი ლამაზი გოგოები და წადით აქედან. ხო და სათამაშოებიც არ დაგავიწყდეთ. მაგარია, მე ბრძოლა არ მომიწია. დიანა, რა უნდა ვქნათ? რას გულისხმობ დიმა? წაიყვანე შენი პრინცესა და წადით ჭამეთ პოპკორნი. მართალი ხარ დიანა? #კოსტა მატყუარა.
ჰაშტაგი დიმა მოღალატეა. ჰაშტაგი არტემი სულელი კურდღელია. გოგოებო, იცით რა? დაბნეულები ვიყ, არ ვიცოდით ვინ აგვერჩია. არ იცით ვინ აირჩიოთ არა? გოგოებო, ერთი იდეა მაქვს. ება, რა იდეა? რაში გჭირდება ესენი? ხო, ზუსტად. ამიტომ ახლა მაკიაჟს გავიკეთებთ, გადავიღებთ ფოტოებს და დავაწერთ ჰაშტაგი თავისუფალი ქალბატონები. ეს ჩვენი იდეა იყო. ისინი ჯერ ჩვენ ბიჭებს და შემდეგ ჩვენს იდეებსაც იპარავენ. პლაგიატები. გამარჯობა. კიდევ ერთხელ. მაგარია. გოგოებო, ახლა მაკიაჟს გავიკეთებთ, გადავიღებთ ფოტოებს და დავაპოსტავთ. ხო, და მე დავაწერ. კოსტა, ნახვამდის, აღარ მიყვარხარ. ხო, და მე დავწერ. არტემ, დედაჩემო ყვავილები იყიდა, მაგრამ შენთვის არ არის. მარუსამ შეჭამა ჩემი და დიმასიც.